ნამასტე. ძალიან ეხარია დილომშვიდობისა მოგესალმებით. ნამდვილად დილის განწყობას და გამოფხიზლებას რა უხდება, ხო? მუსიკის შემდეგ უხდება ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში და ჩემი დილა ნამდვილად ძალიან აქტიურად იწყება. მე იოგას პრაქტიკებს ვეუფლები და ახლა უფრო მეტი უნდა გაგიზიაროთ თქვენს. იოგა მნიშვნელოვნად გვეხმარება იმისთვის, რომ კუნთები გავიძლიაროთ, შევიმსუბუქოთ სტრესი, შფოთვა, გავიუმჯობესოთ ძილი. კიდევ რა დადებითი თვისებები აქვს მას ჩვენს ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ამ ყველაფერს გვეტყვის ლაშა პაპაშვილი. ლაშა, ნამასტე, დილომშვიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოკლედ იოგა. გავლენა აქვს იოგას, აი უფრო მეტი დეტალი გითხარი, რაც ჩვენ მაგალითად არ ვიცით ადამიანებმა, რომლებიც ვართ მოყვარულები. იოგა ზოგადად კარგია რომ დილის საათებში კეთდებოდეს, გამომდინარე იქიდან რომ გვაძლევს ენერგიას და მერე დღის განმავლობაში გაყვება ხოლმე ეს ენერგია. პლუს ამას უერთდებით დილას მზის ენერგიებს და შესაბამისად მზის ენერგია არის ბევრად მსუბუქი ვიდრე მიწის ენერგიები, რომელიც იწყება მერე 9 საათის შემდეგ. ამიტომ სასურველია რომ იოგა კეთდებოდეს ხოლმე დილის საათებში. ესე იგი 9 საათამდე უნდა მოვასწროთ იოგას გაკეთება და რა მშვენიერია, ესე იგი ახლა უნდა შემოგვიერთდეთ ყველა ჩვენთან ერთად უნდა დაიწყოთ აუცილებლად აქტიური და ბედნიერი დილა და ამისთვის რა არის საჭირო? პირველი მოძრაობა, პირველი პრაქტიკა. ვიწყებთ ხოლმე მზის მისალმებით, ეს არის გარკვეული ასანების პრაქტიკა და შემდეგ გადავდივართ უკვე მთავარ ასანებზე, რომელიც გვეხმარება უკვე მოდუნდეს მთლიანად სხეული, რომ მერე უკვე გაკეთდეს ხარისხიანი მედიტაცია. კეთილი, გველოდებიან წამყვანები, ვფიქრობ რომ გველოდება მაყურებელიც ასევე და გაგვიზიარეთ, მოდი მზის მისალმებით დავიწყოთ. რა არის მნიშვნელოვანი? მეგობრებო, დავიწყოთ მზის მისალმებით, ესე იგი თავიდან ვიწყებთ ვდგებით ნამასტეში. ზოგადად იოგა არის მთლიანად გეომეტრია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განლაგება მთელი სხეულის, რომ სწორად იყოს განლაგებული ხელები, თითები, ფეხები და ასე შემდეგ. და ყველაფერი კეთდება დინამიკაში, სუნთქვაში, ანუ სუნთქვას მივყვებით თავიდან ბოლომდე. ძალიან მარტივი პრაქტიკაა, ზოგადად ყველა შეუძლია ამის გაკეთება, სადღაც ერთ კვირაში უკვე ადამიანები თავისუფლად აკეთებენ ხოლმე იოგას. დავიწყოთ, ხო? მერე. კარგით. შევისუნთქეთ ხელები განიცდებით. მე ვეცდები რომ მიკროფონთან ერთად ეს ყველაფერი მოვახერხო. გავისუნთქოთ, ჩავითქვევით, მარცხენა ფეხი წავიდა უკან, შევისუნთქოთ ნიკაპიადის ზევი. მარჯვენა უკან, დაიდო მუხლები, გულმკერდი, ნიკაპი გამოვისუნთქეთ ბოლომდე. კობრა შევისუნთქეთ, ნიკაპიადის ზევი. კუთხე გამოვისუნთქეთ. მარცხენა ფეხი წავიდა წინ შევისუნთქეთ. მარჯვენა შევისუნთქეთ. გამოვისუნთქეთ. ეს ძალიან სასიამოვნო, ამით მივესალმეთ მზეს. იმისთვის რომ გამოფხიზლდეთ, ხომ არის რომ იოგას სხვადასხვა სახეობა არსებობს. იმისთვის რომ ეს იყოს ისეთი როგორც ჩვენ დავაანონსეთ, რაღაცა უშედეგებით უფრო აქტიური, როგორი სახეობას უნდა დავეუფლოთ. სახეობები როგორც აღნიშნე მრავალია, მე რასაც ვაკეთებ არის კლასიკური ჰათა იოგა, ინდური იოგა, რომელიც არის ფაქტიურად ისეთი, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს. ანუ არ არის დატვირთული და აბსოლუტურად ყველანაირ მოქნილობის თუ წონის ადამიანს საკის რაც თავარია. შეგიძლია რომ მოდი გადავიდეთ უკვე ამ მოძრაობებზეც და გაგვიზიარო პირველი მოძრაობა მისალმების შემდეგ. კი ბატონო. ხელები გადის გამზე. დაიდო ფუსლები, დავედი, ჩავედი ბოლომდე, შევისუნთქავთ წინ, გამოვისუნთქეთ, ჩავედი, გადავხდით, კობრა. კი ბატონო. და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ესე იგი სუნთქვას როგორც მე მივხვდი. სუნთქვა როგორი უნდა იყოს, ლაშა? სუნთქვა უნდა იყოს 7 და შესაბამისად ხანგრძლივი, ანუ თითქოს მთელი ასანის გადასვლიდან გადმოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს ეს სუნთქვა და თითქოს სუნთქვას მივყვებით იოგაში. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სუნთქვა იოგაში. კეთილი. შემდეგი მოძრაობა რა იქნება? ხელი გადავიდა უკან. მოდი მე ესე გავიმეორებ. თავარ სიფთულეს რა წარმოადგენს ამ დროს?
სირთულეები ზოგადად არ არის იოგაში აბსოლუტურად. მთავარი არის ბალანსის დაჭერა და როგორც აღნიშნე, გეომეტრია მთლიანად იოგა და თუ გეომეტრიულად სწორად არის სხეული განლაგებული, აბსოლუტურად დატვირთვა საერთოდ არ ადგება სხეულს. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს ვარჯიში, რა არის ეს სასურველი დრო და როგორ უნდა სრულდებოდეს თავისი წესებიც აქვე რო გითხრა. სადღაც ასანები გრძელდება სადღაც 1 საათის განმავლობაში, ეს არის ფიზიკური პოზები და ამას მოჰყვება უკვე 31 წუთიანი მედიტაცია, 31 წუთიანი მედიტაცია. კეთილი, აი დავასრულოთ უკვე ბოლო ვარჯიშიც გავიმეოროთ, შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, ავიყოლიოთ. წელს ვამოძრავებთ ზევით ქვევით, მარცხენა ხელი ავიდა ზევით. ჩამოუშვით, დაიდო ფეხი შიგნითა მხარეს, უკან ხუსლიც დაიდო. მარჯვენა ხელი ავიდა ზევით, მოხვიეთ წელს, მარცხენა ხელი გავუყარეთ, ჩავჭიდეთ. მივესალმეთ.